ძალიან ხშირად პრობლემები წყულში ჩნდება მაშინ, როდესაც მე ვერ ვიგებ მისი საქციელის мотиваციას და მისი საქციელის мотивაციის გაგება ძალიან რთულია, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მანაც არ იცის რატო იქცევა ასე. ძალიან ხშირად ამის უკან არის არაცნობიერი შეგრძნებები, არაცნობიერი შიშები, რომელიც მოდის ბავშვობიდან, შეიძლება იყოს საერთოდ პრენატალური და ამიტომ ბუნებრივია მას არ აქვს წვდომა თვითონ საკუთარი ქმედებების მიზეზშედეგობრიობაზე და მე მით უმეტეს არ მექნება და არ მეცოდინება ის ასე რატო იქცევა. ამიტომ აქ ძალიან კარგი ესეთი გამოსავალი არის ხოლმე, რომ ვიფიქროთ ესეთი რამ, რომ მაშინაც კი თუ მე არ ვიცი ის რატომ იქცევა ასე, მას საკმარისი მიზეზები აქვს იმისთვის, რომ ასე მოიქცეს. ყველა ადამიანს აქვს საკმარისი мотиваცია იმისთვის, რომ მოიქცეს ისე, როგორც მოიქცა, მაშინაც კი თუ ის ცალსახად ძალიან ცუდად მოიქცა.